აი ეხლა ეს უნდა მოვიგო. მეორე დღე ესეც უნდა მოიგო. მე კიდე ისიც მოიგო და მასა ხო გავხდები ჩემპიონიო და აი ჩემი დარდი კიდე სხვა გახდები ჩემპიონი. დაახლოებით ეს გითხეს ჩვენ ახლა დავანებოთ თავი საბოლოო შედეგზე და რა ქვია დროშებზე ფიქსი შეხვედრით არ იყო სიმონში დროშებს გატენილი ავტობუსებით რომ მიბოდნენ. ჯერ მოიგე და მე აფრიალე დროშა. აქაც ეს იყო და მეორე რაც შეეხება დემოკრატიის ახალ ტალღას. ახლა დემოკრატიის რა ხარისხი ყვა? ვაიმენინო ეს შემოგული მაესტროს ლიცენზია მიიღეს. ერთ-ერთ ყველაზე ინფორმირებულ და კარგად მოაზროვნე უნდა. რაც მეუბნები საარჩევნო პროცესში 3600 უბანს. სულ ცოტა. თითო უბანზე 100 სულ გაყიდული აქტიური ქართველი ხო იყო. გამოდია 36,000 სულ გაყიდული ქართველი მოძებნეს ერთი დღისთვის. მაგრამ რამდენი სასამართლო პროცესია, თანაც ეგეთ შერჩევით უნდა იყოს. რა უნდა სიტყვაზე 120, 1200 მაგერალის მოძებნეს რა უნდა. ქართველია მაშინ რაც ვერჩი სამხელისუფლებას. საქმეს მე ხელისუფლებას არც ვერჩი. და გითხარით, რაც ნიადაგია ის არის ხოლმე მცენარე და ის არის ნაყოფი. და არა, დამთავრება მინდოდა რა აზრის. დემოკრატიის ტალღაზე რომ ლაპარაკობ, თუ ვარსოფი მოდის. პირველი ტალღა მოვა თუ მეორე, მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ჩვენ თუ სახელმწიფოებრივ საზრაონება გვინდა, ამას წინა თქვა, ნუ გაბიოში უსმენდი, სახალხო დამცველნოს გვარმანა უნდა დავეთანხმდეთ. პირველი რაცაკლია ამ სახელმწიფოს. ეს არის ჯერგირები, კალაპოტი. ხელისუფლებამ საკუთარი თავი უნდა მოინწოდოს კალაპოტში. ვერ ჩაეტია ვერანაირ კანონში. კონსტიტუციას მართლა არ ვიცი. მაგრამ რახასიათებს დაეღვიძება იმ ხასიათზე თვლის. გუშინ უსმენდი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჩერეს ფინანსთა მინისტრს უნდა დამატებითი უფლება მოსულებები მივანიჭოს, რამე საომარი პირობებიაო და სადაც მოეპრიანება აწვევს გადასახადები, სადაც მოეპრიანება დაწვევს, არცად არ წერია, არაფერში არ წერება. არც ერთ სერიოზულ ინვესტორს არ ესმის როგორ შეიძლება გადასახადები ვიღაცამ დააწესოს გარდა კანონის. და ამას ეს დემოკრატიის რომელ ტალღაში ხდება. ამიტომაც დავანებოთ ამ ტალღების მანიპულირებას ხელისუფლება სჭირდება ჯებირები. და ეს ჯებირები ჩვენ უნდა აუშენოთ, სხვა არავინ ამას არ გააკეთებს. მოდით დარბაზს დავუთმოთ სიტყვა, რეპლიკა, შეკითხვა თუ გაქვს. ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დარჩეს. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ რომ შევანაძის დროს მთავრობა უბრალოდ იდო. მე მაინტერესებს დღევანდელი საქართველოს მთავრობის მოქმედება ჯობია თუ ისევ მოქმედობა? დიდი მადლობა. საინტერესო შეკითხვაა, მოქმედება როცა არაცვლით თუ მოქმედება? იცით რაშია საქმე, როდესაც შენ ჩამოაყალიბებ რაღაცა ამოცანას და ამბობ, რომ ეს არის კარგი ამოცანა და მე ამის შესრულება მინდა. მაგრამ თუ არ იცი და ვერ ასრულებ ამ ამოცანას და არ იცი ეს როგორ შეასრულო, თავად ფაქტი, რომ შენ კარგი ამოცანა გაქვს, შენ გამართლებას არანაირი გამართლება არ აქვს. ეხლა ხო ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ეს არსებული გუნდი სამთავრობო გუნდი ფაქტურად ამოწურულია არანაირი ახალი სიახლე, ხო? ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვინდა საქმე ლაპარაკის ნაცვლად და საზოგადოება იმდენად ინფანტილურია, იმდენად ჩამოუყალიბებელია და მოუმზადებელია, რომ ეს ლოზუნგი მიიღო და საარჩევნო ხმა გაცვალა თქვათ ერთ ტომარა შაქარში თუ ფქვილში და თქვა რომ სულ ერთი არ არის ვინც გაიმარჯვებს მე ვარემ შევირგო ეს ერთი ტონა უკაცრავად ერთი ტონას ვინაძლევს ერთ ტონას ერთი ტომარა შაქარი და კარგად ვიქნები მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ერთი ტომარა შაქარი კი მიიღო მაგრამ ამ ერთი ტომარა შაქარის ნაცვლად მიიღო დეგრადირებული საზოგადოება დეგრადირებული ეკონომიკა დეგრადირებული საგარეო პოლიტიკა და დეგრადირებული მთლიანად უიმედო საზოგადოება ანუ შენ კი მიიღეთ მოქმედება ჯობია თუ მოქმედება არა მოქმედებასაც გააჩნია ქალბატონო ნინო ჩვენ გვინდა ანუ ისე მოქმედება ჯობია არა ეს არასწორად დასმული კითხვაა არა არასწორად დასმული კითხვაა ჩვენ გვინდა სწორი არა სწორი ორიენტაცია სწორად დასმული ჩამოყალიბებული პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ადეკვატური ქმედებები ამ ეკონომიკაში ამას ქვია ეფექტურობის მოდელი რა ნიშნავს იცით როდესაც შენ იცი რა არის შენი საბოლოო შედეგი და შედეგის გამომწვევი საქმიანობა შედეგსა და შედეგის გამომწვევ საქმიანობა შორის უნდა იყოს ბალანსი ანუ მე თუ მინდა რომ მივიღო ოქროს კვერცხი დებს თეთრი ბატი თეთრ ბატს უნდა მოუარო
იმითაც რომ მივიდე ოქროს კვერცხზე. ანუ თეთრ ოქროს კვერცხსა და ბატის მოვლა შორის უნდა იყოს ბალანსი. აი ეს არის ჩემი პასუხი. სწორი ორიენტაცია და საანალიზო. გოდიშის მოვხდით, უბრალოდ მე ხა ცოტა ხნით მინდა როლები გავცვალოთ, გავიგე რა გოგონას კითხვა ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტიდან თუ შეიძლება თქვენს კითხვას კითხვით უპასუხებთ, თქვენ ასე ვთქვათ, წინაშესავალი გააკეთეთ, რომ შევარდნაძის დროს ეხლა რაღაც ქმედებებია და რომელი ჯობიაო. იცით რა შეასახმეთ, შევარდნაძის დროინდელი თავრობისთვის შედარება ვერაფერი ვაშკაცობაა. კაი, ამას თავი დავანებოთ. მე თქვენ გეკითხებით, უფეხო ჯობია თუ ერთი ფეხით კოჭლი? ხო, მაგრამ ორფეხა ჯობია, ხო, ერთი ფეხით კოჭლი. აქედან გამომდინარე, უფეხოს ნუ ვედრებით რა. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დანელია თამარი. თავრობის დღევანდელ ცვლილებებთან დაკავშირებით მაკითხვა. ძალიან უცნაური და იყო ეს ცვლილებები ჩემთვის და მაინტერესებს ამ ცვლილებების უნდა მეშინოდეს თუ უნდა მიხარობდეს. დრამელი ძალიან საინტერესოა შემაჯამებელი კითხვა. ერთი კითხვა მაქვს ძალიან და ამ კითხვით შეგვიძლია დავა. ნატოსთან დაკავშირებით ნატომ როგორც ასეთი მოგცა საშინაო დავალებები, როგორც ბატონმა მამუკამ ბრძანა 18-27 აგვისტოს განცხადებების შეცვალოთ რუსეთთან დამოკიდებულების მიმართ. ეს არის თუ არა იმის დასტური, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევალთ ნატოში. ძალიან საინტერესოა. მოდით ნატოზე კონდა მოპასუხოთ, თუ შეიძლება. პირველი კავშირი ამ საკითხს შორის არ არის. თქვენ იცით რომ ნატოსა და რუსეთს შორის არსებობდა საბჭო და ეს საბჭო ამ ფასადს შეწყვეტა მუშაობა აგრესიის შემდეგ. ეხლა იაბდეხოვსკეს მიენიჭა უფლება რომ აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის წარმომადგენლებთან, რასაც დაერქმევა ფორმალური, არაფორმალური ამ საბჭოს მუშაობის აღდგენა, მაგრამ იქვეა დათქმა წერია. მიუხედავად ამისა, აი ეს რაც იყო გადაჭარბებული ძალა, სამხედრო აღიარება სამხედრო საფრთხე ეს ყველაფერი ეს რუსეთს აქვს შესასრულებელი, თუმცა რა თქმა უნდა იქ მიკითებულია, რომ ნატოს დევიზი არის თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა და რუსეთი ამ მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იქ არის მოთხოვნები. ეს არ უკავშირდება საქართველოს ცალკეს და საქართველოს და უკრაინის საკითხს. ოდესმე შევალთ ობა ნატოში. პირდაპირ იაბდეხოვსკესმა თქვა ესეთი რამე. ჩვენ ვადასტურებთ ერთი წუთი იქ წერია, იქ თქვა ესეთი რამე იაბდეხოვსკეს ძალიან კარგი მეტაფორა. სხვა დროს ცოტა ისე ლაპარაკობდა ხოლმე კანცელარიული ენით. ამჯერად რაღაც ძალიან მეტაფორებს ეყენებდა დაახლოებით ისე როგორც ბატონი ნიკო. და მან თქვა ესეთი რამე, ჩვენ ვადასტურებთ რომ ბუქარესტში დაიქოქა თქვენთვის მატარებელი. ეს მატარებელი დაქოქილია და აგრძელებს სისვლას. და გითხრა რომ ეს შანსი არსებობს უბრალოდ კიდევ ერთხელ ამ პროცედურულ რაღაცებს რომ დღეს გავწევრიანდები, აი ახლა გავიმაგრეთ, აი მაპს მოგცემენ, იმუშავეთ. ის 9 წელი იყო ხორვატიის აი თქვენ შეჩქარებათ. მაინც ქართველი ხარ. მაინც ქართველები ვარ და სულსტრაფები ვარ და აი დაახლოებით შეიძლება იყოს 10 წელში თუ 20 წელში. ძალიან ძნელი. წელში თუ 20 წელში. ერთმანეთს გეტყვით რომ რიგში დგას მაკედონია ამ კომუნიკაში ჩაიწერა რომ ძალიან დიდი შანსი აქვს რომ მაპს მიიღებს ბოსნია-ჰერცეგოვინა. ძალიან დიდი შანსი აქვს, ოღონდ იქ არის კოსოვოსთან დამოკიდებულებაში რაღაცა შენიშვნები. ასე რომ რიგში სხვები იდგებიან, მაგრამ იქვე არის ნათქვამი რომ შავ ზღვის აუზის ქვეყნების მიმართ არის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ეს შანსი არსებობს საქართველოსთვის და უკრაინის მიმართ. შანსი ფერიდან თუ გაუშვება თუ შეიძლება გოგონას მინდა მცირე რეპლიკა ჯერ ნატოსთან დაკავშირებით. ჯერ ერთი თქმა იმისა, რომ ნატო საერთოდ უპერსპექტივო თემაა, ამ კომუნიკედან გამომდინარე ასე არ ჩანს. და კიდევ კარგი რომ ასე არ ჩანს, თორემ იქ არ იქნებოდა მთელი რიგი მუხლები, რომ ჩვენ ერთგული ვrჩებით ბუქარესტის გადაწყვეტილებით და ჩვენ კიდევ დავეხმარებით და ანუ შანსი არსებობს, უშანსოდ არ არის სახელმწიფო, თუმცა იქვე არის მინიშნებული, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მე რომ მკითხოთ, აი რაღაც ცოტა ისე